სხვადასხვა დაუსჯელობაზე როდესაც საუბრობთ, ფარცხალაძეზე უნდა გავიხსენოთ, რომ ეს კაცი სიმბოლოა დაუსჯელობის, ხო, კამერების წინ ცემა აუდიტის სამსახურის უფროსი, მერე თუ მანამდე საკუთარ სარდაფში დააბადა ცემა და აწამა მაშინდელი მინისტრი იყო, ხო, მაშინ სპორტის მინისტრი და რა თქმა უნდა 5000 ლარიანი გირაუთი, რომელიც ალბათ ეგეც არ გადაუხდია, დღეს დასეირნობს ქუჩაში. სხვა შორის რამხელა გოიმობაა, ხო, ჩვენს ლიტერატურაში ხო გვინახავს, რომ რომელიმე მეჯღანოაშვილი პირდაპირ ბაგრატიონი რო ხდებოდა ხოლმე და ვინმე ფარცხალაძემ, ანუ კი არის კადრა რომ რაღაც იგითი გვარია ერთია, რომანოვი გახდა, აი, მაინც რა არის, შემთხვევით კოციც ვერ გახდები და ვერც რუსი ვერ გახდები შემთხვევით რა. ეხლა რაც შეეხება იმის იქ გზავნილი რა არის? გზავნილი ის არის, რომ ივანიშვილის ხელიდან საქართველოს პროდასავლური კურსი დიდი ხანია მკვდარია. ამას ვაჩერებთ ჩვენ ხალხი, უბრალოდ რა ვერაფერი ვერ მოუხერხეს, ხო? ვერც ამ ბინძური პროპაგანდით, ვერც ამ რაღაც დადგმული შოუებით, ვერც ამ ნიურნბერგის პროცესებით, რომელიც მათ მოეწყობათ აუცილებლად და ისინი რაღაც ანუ კვლელებს და კრიმინალებს და ბანდიტებს აგმირებენ და იმ ადამიანებს, რომლებსაც აი მართლა იმ ჭაობიდან ამოგვიყვანენ, ადანაშაულებენ, რომ დაუშვათ 3 პოლიციელი რატო გავუშვი და 1 რატო არ გავუშვი, ხო? აი ამ თემით არიან და ივანიშვილის ხელიდან ეს უკვე შემდგარი ფაქტია. ახლა კი ჩვენ ვსაუბრობთ კონსოლიდაციაზე, მაგრამ ეხლა რაღაც აი ღია განაცხადი თუ დავუშვათ მოლაპარაკებების ის რუსეთუმეების შეკრებასაც გავითვალისწინებთ და თუ რამე ახასიათებს რუსულ პოლიტიკურ დრამატურგიას, ეს არის ის, რომ ეგრეთ წოდებული კარწინკა შეკრას. ხო, მაგალითად 1921 წელს რო დაგვიფყრეს, დაწერეს, აი არარსებული ამბავი დაწერეს, რომ თითქოს ვიღაც აჯანყდა შულავერის კომიტეტი, რომლის დიდი ნაწილი საერთოდ საქართველოში არ იმყოფებოდა. პეტერბურგში იყვნენ, თუ პეტროგრადი იყო მაშინ და მოიგონეს, რომ აი ვიღაც ადამიანები აჯანყდნენ, შრომელებიო და იმათ ვეხმარებითო, ხო? აქაც ეს არის, ახლა აი ესენი დგამენ და ეს პერსონაჟები არ იცვლებიან. ნანა კაკაბაძე ვახსენეთ უკვე, ხო? ტრისტან წიტელაშვილი, რომელიც 10 თუ 12 წლის წინ შეუშვეს საიდუმლო სამხედრო ობიექტებზე და სკანდალი იყო ეს. მინდია ჯანელიძე იყო ასეთი მინისტრი, რომელმაც თქვა, რომ რა მოხდა, ის კი არ შეგვიშვიაო. ამ ობიექტებში არაფერი საიდუმლო არ ყოფილაო. და აი ეს იგივე პერსონაჟები, რომელსაც რუსები არ ცვლიან, იმიტომ რომ არ ჭირდებათ იმდენად მოკლე მეხსიერება გვაქვს. ეხლა ეს პერსონაჟები ცდილობენ, რომ ახალი შულავერის კომიტეტის მსგავსი რაღაც დადგან და მოითხოვონ, რომ ჩვენ ქართველი ხალხი ვითხოვთ რუსეთთან დიალოგს. ეხლა ეს დიალოგიც გვაქვს უკვე, ხო? 13 წელია მიდის დიალოგი. აბაშიძე კარანცინის დიალოგი, ხა ის ელაპარაკობენ, გეგონა მართლა ახალი ხელისუფლება იყვნენ და ეხლა მოვიდნენ და რაღაცა უნდა შეცვალონ, ხო? 13 წელია ესენი არიან ხელისუფლებაში. თქვენ როგორ გაიგეთ ეს და ზაზა, რომ რაღაც ახალ ნიადაგს უმზადებენ? აი კი, რა თქმა უნდა, ეხლა რუსეთს ჭირდება რომ უფრო ღია გახდეს ეს კავშირები, რასაც ვერ ბედავს ივანიშვილი, ეხლა აი ამ რუსეთუმეების ხელით უნდათ, რომ აი შეაგროვონ ეს რაღაცა მრავალრიცხოვანი, არ ვიცი, ხა რაღაც ნაწილს ალბათ შეაგროვებენ, მაგრამ ზოგადად ეს ხო ფარსია მთელი აი ეს პროცესი, ხო? ეს ხო რაღაცისთვის არის გამიზნული და მიზანი რა არის ანუ ამ ყველაფრის? ამ ყველაფრის მიზანი არის რუსეთის შემდეგი წყების თუ შემდეგი შრე ამოცანების შესრულება. ეს არის საქართველოსთან ეგრეთ წოდებული ნორმალიზაცია. ნორმალიზაცია ოღონდ რუსული გადმოსახედიდან იგულისხმება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა საქართველოს ტერიტორიაზე 3 საელჩოს ქონა სოხუმში, ცხინვალსა და თბილისში და ამ ყველაფრის აი ამ სავალალო სურათის დაბრალება კომისიაც ხო არის, რომ იმათი ბრალია თორე ჩვენ რა შუაში ვართ. ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ ჯერ მწვანილზე ვსაუბრობდით, მერე ეკონომიკა, მერე ფრენები აღვადგინეთ და ეხა აბა რა ვქნათ და თუ ვინმე რამეს იტყვის, გეტყვიან, აბა ომი ხო არ გვინდაო, ხო და სხვათა შორის ამას წინათ ვიკითხე კიდე და აქაც გავიმეოროთ თქვენს ეთერში, რა ვიცი, პუტინს თუ ელაპარაკებიან, დამპყრობელს თუ ელაპარაკებიან, ჩვენ მკვლელს თუ ელაპარაკებიან, ამ deep states როგორ ვერ მოუნახეს ვიღაცა რომ დაელაპარაკონ, ხო? ან დაპატიჟონ, ან ქთამი გაუგზავნო, ყველას ქთამავს, ხო ეს ივანიშვილი. ან რაღაც შესთავაზონ, ბიტკოინები არა აქვს ცოტა, ხო? მადლობა ღმერთს და რაღაცა ქნან, ხო? იმათაც და მთელი მსოფლიო იმათია. იგივე თუ ძალაუფლებას ცემენ პატივს, ქნან რაღაცა რა. ხო,